Alleluia, Alleluia, Alleluia. მოგეხსენებათ წმინდანინო, ეს გახლავთ ერთ-ერთი პირველი წმინდანი, რომელიც საქართველოს შემოვიდა მოციქულების შემდეგ. წმინდანინო უდიდესი საქმე გააკეთა საქართველოსათვის და ყოველი ჩვენთაგანისათვის. რომ არა წმინდანინო, არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ შეიძლება ქრისტიანებიც არ ყოფილიყავით. შეიძლება არასოდეს საქართველოს ქრისტიანობა არ მიეღო. ყველაფერი შესაძლებელია, ასე რომ წმინდანინო მართალია ხატებს რომ უყურებთ ახალგაზრდა, ძალიან ახალგაზრდა, შეიძლება 20 წლის, 30 წლის და რატომღაც შეიძლება ესეც იყოს მიზეზი იმისა, რომ რატომღაც ძალიან ბევრი არ აღებულოს წმინდანინოს როგორც დიდ წმინდანს, არამედ როგორც ერთ-ერთი რიგითი წმინდანი, მაგრამ დამერწმუნეთ, წმინდანინო გაცილებით დიდი წმინდანია, ვიდრე ჩვენ გონია. 10 ჯერ და 100 ჯერ დიდი, ვიდრე ჩვენ გონია. გუშინ, როდესაც ჩავატარეთ წუხრი და ცისკარი, სამი სტიქაროსანი იყო, მე ვიყავი და ერთი ადამიანი იდგა ეკლესიაში. გასაგებია, ბევრი დაკავებულია, ყველა სამუშაოდ არის ამერიკაში ჩამოსული, მაგრამ აი ავიღოთ ნებისმიერი დღესასწაული რუსულ ეკლესიაში, სერაფიმ სარაველის დღესასწაული, რომელსაც მე ძალიან თაყვანს ვცემდა ყოველთვის ლოცულობ მის ხატის წინაშე. ასევე ჩვენ ძალიან გვიყვარს, მაგრამ როდესაც მის დღესასწაულზე ან ცისკარზე ვიბრძანდებით, იქ რამოდენიმე ადამიანია ადგილობრივი. ყველაზე ბევრი ქართველები არიან, 5, 6, 10 ადამიანი. და როდესაც წმინდანინოს დღე არის, რატომღაც შემდგა გასაკვირად, არ ვიცი ეს რატომ ხდება. დასწრება მაინც და მაინც დაბალია. მე მახსოვს რამოდენიმე წლის წინათ შაბათი დღე დაემთხვა. ვიფიქრე შაბათია და ეკლესია გაივსება მეთქი. 40 ადამიანი მოვიდა მხოლოდ და მხოლოდ. ეს რა თქმა უნდა ჯერჯერობით არ არის კარგი მაჩვენებელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ეს გამოსწორდება, ვინაიდან ჩვენ ყავს ყველაზე დიდი წმინდანები, ყველაზე დიდი მოღვაწეები და ყველაზე ბევრი მოწამეები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სხვაგან აღარ უნდა ვეძებოთ. ჩვენ იმდენი წმინდანები გვყავს, რომ მარტო აი ამათ რომ ვებედროთ, ეს სრულიად საკმარისი იქნება ჩვენთვის. დედა ღვთისმშობელიც ჩვენია, ეს არ შეგეპაროთ. იესო ქრისტეს ჩვენია და წმინდა გიორგიც და ყველა დიდი წმინდანი, მაგრამ წმინდანინო ეს პირველ რიგში მხოლოდ და მხოლოდ ჩვენია და შემდეგ სხვების. ასეა თუ ისე სასურველი იქნებოდა უფრო ბევრი ხალხი ყოფილიყო, მაგრამ ცოტა ხალხი მაინც არ არის, ვინაიდან იესო ქრისტემ თქვენიცით რა ბრძანა, როდესაც 2 ან 3 ადამიანი შეიკრიბება ჩემი სახელით, მე მათთან ვარო, ასე რომ აქ ბრძანდება დღეს წმინდანინო და აქ ბრძანდება რაც თავარია უფალი თქვენი იესო ქრისტე. დაგლოცოთ უფალმა იესო ქრისტემ და გაკურთხოთ წმინდანინომ და შევავედროთ ჩვენი ეკლესია, ჩვენი მრევლი, ჩვენ დღესდღეობით ძალიან გვჭირდება მისი ლოცვა, ჩვენ გვჭირდება ასევე თქვენი ლოცვაც, ჩვენ გვჭირდება მისი თანადგომა და ასევე თქვენი თანადგომა. ღმერთმა დაგლოცოთ. შევთხოვოთ წმინდანინოს, რომ დროზე დაგვამთავრებინოს ჩვენი ეკლესია, რომ სხვაგან კი აღარ ვიყოთ შეხიზნულები, არამედ ჩვენ საკუთარ სახლში აღვალვებდეთ სივალოცვას. დაგლოცოთ უფალმა. უპირველეს ყოვლისა გილოცავთ თქვენ ყველა ემიგრანტს და მთლიანად საქართველოს წმინდანინოს დღესასწაულს, წმინდანინოს საქართველოში შემოსulis დღეს, არის უდიდესი დღესასწაული ქართველი ერისა, რამე თუ წმინდანინო არის ჩვენი განმანათლებელი, ჩვენი მოციქულთა სწორი და მფარველი და მეოხი წინაშე ღვთისა. ყველაზე დავთვალოთ, ალბათ 30 წელს დიდია.